წარმოებელმა კომპანიებმა სავანეთმა დილამ კოდამ და კუმისმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაანონსეს, რომ 5%-ით გაიაფდება კვერცხის ფასი და არ გამორიცხეს, რომ ეს უკვე რამდენიმე დღეში მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზეც იგრძნონ. მოტივაციად დასახელებულია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება, რადგან როგორც ამბობენ შეხვედრებზე მათ შორის გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა დღგ-სთან დაკავშირებით გადაიხედოს სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში თავად ბიზნესმენებმა ასეთი წინადადებით მიმართეს ირაკლი კობახიძეს, რომ არსებობს გადასახადები, რომელთა გადახდაც უწევთ ბიზნესს და უმჯობესი იქნება ევროპული პრაქტიკა ამ შემთხვევაშიც გაეთვალისწინებინათ, რომ სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტებზე, მათ შორის დღგ-ს გადასახადი შემცირებულიყო, მიიღეს დაპირება, რომ ყველა მათ შეთავაზებაზე დაფიქრდებოდნენ და ახლა ბიზნესმენები გვეუბნებიან, რომ კეთილი ნება, ლოიალური დამოკიდებულების ჩვენება უნდათ, სოციალური მდგომარეობაც გაითვალისწინეს და ამიტომ დაანონსეს 5%-იანი ფასის კლება. მანამდე კი მოქალაქეები ახალი წლის დღეების შემდეგ სოციალურ ქსელში ღიად წერდნენ, რომ მაღაზიებში შესულს დახვდათ გაძვირებული კვერცხი 50-დან 75 თეთრამდე და მათ უწევდათ უფრო მეტის გადახდა და არც ასოციაცია არ მალავდა ამბავს, ამბობდა, რომ იანვრიდან ფასები გაიზრდებოდა. ახლა კი გვეუბნებიან ჩვენ, რომ მაგალითად შესაძლოა ეს ფასის კლების შემთხვევაში კვერცხის ფასი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც დეკემბერში იყო, თუმცა აქვე აანონსებენ, რომ ფასის სხვაობა და შემცირება შესაძლოა მუდმივი არ იყოს, ცვალებადობას მოსახლეობა ისევ იგრძნობს. დაახლოებით შემცირდება 5%-ით, ჩვენგან წარმოებლებისგან შემცირებული ფასები გავა ორშაბათს უკვე, ხელებს და პარტნიორებს, ანუ რიტეილს ყველა დღეს ვერ დავაფრთხილებ. ორშაბათიდან ჩვენგან გავა დაიაფებული და დაახლოებით რაღაც დეკემბერში მაგალითად გაცილებით იაფიღირდა კვერცხი, შემდეგ იანვარში გაძვირდა და ახლა იაფდება. ანუ დეკემბერზე იაფი გამოვა ეხლა კვერცხი? დეკემბერზე იაფი გამოვიდეს. კიდევ დეკემბრის ფასი იქნება, დეკემბერზე იაფი. იანვარში მომიმატა ფასმა, იმიტომ რომ მაცლეული იყო დედეში ძალიან დიდი პრობლემა იყო და ესეთი სიტუაცია რომ მაცლეული სექტორ არ შემოდიოდა და დილორი ბაზარზე მოიმატა და იყო ასეთი მონოდინები და სხვა რაღაცებიც მაგაზებული იყო შესაბამისად მოუმატა. თუ არ მოხდა და ლაიქტაბელურია, ეს დავამოკეთ ფასი. რამ გადაგადებინა ტექნაბიჭი. ორმა რაღაცა გადაგადებინა. იმ მოლოდინება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურა და მუშაობის დროს გამოიკვეთა უახლოეს პერიოდში, რაღაც შედეგები გვექნება და პლიუს სოციალური ფონის გათვალისწინებით და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. რა შეიძლება შეგვეძლო ასე თქვათ მოვაკელით და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან კარგი ისეთი დადებითი და კეთილსაიმედო მოლოდინები, რომ სხვა მიმართულებითაც გადაიქმნება ნაბიჯები, შესაძლებელია ფასი ვერ ხელობდეს ზოგადად, რომელიც ბევრამდეა დამოკიდებული, თუმცა და წინ არ გაუსწროთ მოვლენებს და შევხედოთ. მაშინ, როდესაც კობახიძის გუნდი ალაპარაკდა ფასების კლებაზე, სწორედ ამ პერიოდში იანვარშიც გაიზარდა კვერცხის ფასი 5.46% და ამას ხატყობს საქსტატის მონაცემებით, რომ დეკემბერთან შედარებით იანვარში კვერცხზე ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა და ეკონომისტები ამბობენ, რომ თუნდაც ეს ახლა შეთანხმება და მზაობის გამოხატვა ბიზნესისგან, რომ აჩვენებენ ლოიალობას მთავრობას და აკლებენ ესეც მოსაკულები უნდა გახდეს, რადგან ბიზნესი ახლაც შეთანხმებულად მოქმედებს და ახლაც ამბობენ, რომ შეუძლიათ გარკვეული პროცენტებით კვერცხის ფასი შეამცირონ. ეს გადაწყვეტილება წარმოებლების არის საყურადღებო იმ მხრივ, რომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა გქონდეს კარტელური გარიგებები, ანუ არ შეთანხმდნენ წარმოებლები ფასზე და ამით არ დააზარავონ მომხმარებლები, აი ზუსტად ეს მოვლენა არის კარტელური გარიგების ტიპის მოვლენა, როდესაც ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება
ფასის ამ შემთხვევაში შემცირებაზე. თავისთავად თუ ფასი მცირდება, ეს არ არის ცუდი მოვლენა მომხმარებლისთვის, მაგრამ ამ ფორმით, ასე მანუალურად მართვა ფასების სიკეთემდე ქვეყნის ეკონომიკას არ მიიყვანს, ხო? აქაც ასევე საინტერესოა, რომ იანვარში ფასები როგორც ჩანს გაზრდილა მნიშვნელოვნად ამ პროდუქტზე და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ წარმოებლებმა ასე ვთქვათ, დადარიგი დაიჭირეს, ჯერ გაზარდეს ფასები იანვარში და ეხლა როგორც ესე ვთქვათ, პასუხისმგებლიანი კორპორატიული აქტორები დათანხმდნენ მთავრობის ქართული ოცნების მთავრობის მოწოდებას და ფასებს ამცირებენ. ასე არ უნდა იმუშაოს ეკონომიკა. ფასების სტაბილურობაზე და იმაზე, რომ ფასები იყოს მისაღები, უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობამ და ამის ნაცვლად ახლა ვიღებთ ამ პოპულისტურ ნაბიჯებს წარმოებლების მხრიდან და ის ვერ იქნება მდგრადი. ეს არის ერთჯერადი. საინტერესოა კიდევ რომელი კომპანიები იტყვიან, რომ ფასის შემცირება შეუძლიათ და ეს გადაწყვეტილება მიიღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. ჯერჯერობით მხოლოდ ეს 4 დიდი მწარმოებელი კომპანია არის, ვინც პირდაპირ თქვა, რომ ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები და სოციალური გარემოს გათვალისწინებით მათ გადაწყვიტეს ფასების კლება.